გარდაცვალების დროს, როდესაც ახლობელი გარდაგეცვლება, დედა, მამა, ძმა, ნათესავი და იციან 40 დღის განმავლობაში წვერის მოშვება. ეს ქრისტიანულად არის თუ არა რეკომენდირებული სწორი ან საერთოდ ქრისტიანობა კარნახობს ამას? მე ბოლოს რო იციან რომ თმა უნდა მოაჭრა და შენი ძმა იქნება. რაც არ უნდა ისე ჟღერდეს, არც ერთი მღვდელი არ გეტყვით და მით უმეტეს საეკლესიო მოღვაწე რომ ეს არის ქრისტიანული ტრადიცია. საერთოდ მარხვის, გლოვის პერიოდში ზოგადად კაცები წვერს ისედაც ატარებდნენ. მაგრამ წვერს თუ არ ატარებ, აუცილებელი არ არის წვერის მოშვება, შეიძლება გაიპარსო კიდეც. ვინაიდან გლოვის პერიოდში არ ქონდათ დრო და ყურადღება საკუთარ თავს არ აქცევდნენ, ეს იყო მომენტი, მაგრამ თმის მოჭრა ხო საერთოდ რაღაც უცნაური ფენომენია. თმის მოჭრით არ ხდება ვინმე შენი ნათესავი. ასე რომ ეს არის მხოლოდ ხალხური ტრადიცია. გაიხარეთ.